ჰუდეიბიეს შეთანხმება. მუსლიმთა პირველი და დაუძინებელი მტრები ყურეიშები იყვნენ. მათი მტრობა ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როდესაც შუამავალი მექაში იყო. ეს მტრობა მექას გათავისუფლებამდე გაგრძელდა. მექელმა წარმართებმა მუსლიმები იმდენად შეავიწროეს, რომ აიძულეს მექადან მედინაში გადასახლებულიყვნენ, ხოლო ამის შემდეგ არც მედინაში აძლევდნენ მოსვენებას და იქაც თავს ესხმოდნენ. ამან გამოიწვია ზემოთ განხილული სამი ბრძოლა მექელებსა და მუსლიმებს შორის. ეს ბრძოლები იყო ბედირის, უჰუდისა და ხენდეყის ბრძოლები. მექელ წარმართებსა და მუსლიმებს შორის ეს მტრობა წლების განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გადიოდა, მაგრამ ჰუდეიბიეს შეთანხმებამდე მათ შორის სამშვიდობო ზავი არასოდეს შემდგარა. არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები 4 ტომის ხალხი მაგალითად ყურეიშებს იღებდნენ და რასაც ყურეიშები აკეთებდნენ, ისინიც იგივეს იმეორებდნენ. ამ ტომებში ისლამის გავრცელებისათვის კი უპირველეს ყოვლისა ყურეიშებთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობის დამყარება იყო საჭირო. ისტორიამ ცხადყო, რომ ჰუდეიბიეს შეთანხმება, რომელიც შუამავალსა და მექელებს შორის დაიდო, ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო. ჰუდეიბიეს შეთანხმება ხენდეყის ომის დამთავრებიდან 1 წლის შემდეგ დაიდო. ჰიჯრით მე-6 წელს, ანუ 628 წლის 13 მარტს, შუამავალი 1400 კაციანი ამალით მედინიდან მექასკენ დაიძრა. მათი მიზანი მექაში ჩასვლა და ქააბას მოლოცვა იყო. მექელები რომ არ შეშინებულიყვნენ, შუამავალმა ჯარს მძიმე აღჭურვილობა არ წააღებინა, ხოლო თითო ხმალი ჰქონდათ, რომელიც არაბული ადათის მიხედვით გზავრის იარაღად ითვლებოდა. მექელი მუჰაჯირები, რომლებსაც 6 წელია მექა არ ენახათ, განსაკუთრებით გახარებული იყვნენ, რადგან ბავშვობის დროინდელი მშობლიური ადგილები ძალიან ენატრებოდათ. ზოგიერთ მუჰაჯირს ოჯახი ჯერ კიდევ მექაში ჰყავდა. მედინელი ენსარების უმეტესობაც ამ მოლოცვას სულ მოუთქმელად ელოდა. არაბებს შორის გავრცელებული ადათის მიხედვით საომრად აკრძალული პერიოდი იდგა. ჰაჯის დროს მექა ხალხმრავალი იყო, რადგან ყველა ტომის ხალხი იქ მოდიოდა. მუსლიმებს არ სურდათ მადამი მტრულად განწყობილ ხალხთან შეხვედრა, ამიტომ ქააბას მოლოცვა ერთი თვით ადრე დაგეგმეს. შუამავლის მედინადან გასვლა და მექასკენ აღებული გეზის შესახებ მექელებმა მალევე გაიგეს და პანიკაში ჩავარდნენ. მათ გადაწყვიტეს, რადგან არ უნდა დაჯდომოდათ, მუსლიმები მექაში არ შეეშვათ. ჰალიდ ბინ ველიდი და იქრიმე ბინ ები ჯეჰილი 200 მეომრის თანახლებით მექადან გავიდნენ. ისინი შუამავლის ამალას ჰუდეიბიეში შეხვდნენ. ამ დროს მუსლიმებთან ჰუზას ტომის მმართველი ბუდეილი მივიდა. ის მექელებმა გააგზავნეს. ბუდეილი ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმი, მაგრამ მუსლიმების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. მექელებმა ის იმიტომ გააგზავნეს მუსლიმებთან, რომ გაეგო რა განზრახვით მიდიოდნენ მუსლიმები მექაში. შუამავალმა ყველაფერი აუხსნა და უკან მექელებთან გააგზავნა. შუამავალმა ასე შეუთვალა მათ: ჩვენ აქ საომრად არ მომსულვართ. ჩვენი მიზანია მოვინახულოთ ქააბა და უმრა შევასრულოთ. ყურეიშები გასული ომებისგან დასუსტებულნი არიან. თუ სურვილს გამოთქვამენ, მათთან გარკვეული პერიოდით სამშვიდობო შეთანხმება გვინდა. თუ მიიღებენ ამ შეთავაზებას, ხომ კარგი და თუ არ მიიღებენ, ფიცავ ალლაჰს, მათთან ბრძოლა გაგრძელდება. ბუდეილი მექაში დაბრუნდა და შუამავლის წინადადება ყურეიშებს გადასცა. ყურეიშს წარჩინებულებსაც არ სურდათ ომი. ისინი ფიქრობდნენ, რომ მშვიდობის პირობებში შამის სავაჭრო გზა ისევ აღდგებოდა. ამიტომ მუსლიმებთან მოლაპარაკების მიზნით ტაიფელი ურვე ბინ მესუდი გაგზავნეს. ურვე შუამავალს შეხვდა და ილაპარაკეს. ურვემ ამ მოლაპარაკების დროს მუსლიმთა მდგომარეობას კარგად დააკვირდა და განსაკუთრებით აღფრთოვანდა იმ ფაქტის გამო, რომ მუსლიმები შუამავალს ძალიან აფასებდნენ და ემორჩილებოდნენ. უკან გაბრუნებულმა ურვემ მექელებს ყველაფერი მოუგვა. უთხრა, რომ ის ყველგან იყო ნამყოფი, ირანშიც და ბიზანტიაშიც, მაგრამ ასეთი მორჩილება და წესრიგი არსად ენახა. ყურეიშებს ეს ამბავი ძალიან არ მოეწონათ. ისინი ფარულადაც მოქმედებდნენ. მათ მეომართა რაზმი გააგზავნეს, რათა მალულად მუსლიმებს თავს დასხმოდნენ.
მუსლიმთა ჯარმა ეს რაზმი შეიპყრო, მაგრამ იმის საჩვენებლად, რომ ომი არ სურდათ და მშვიდობის დამყარებას ცდილობდნენ, ეს რაზმი გაათავისუფლეს. შუამოვალს მექელებთან ელჩად ომარის გაგზავნა უნდოდა, მაგრამ ომარმა უთხრა, რომ მექაში ბევრი მტერი ჰყავდა და იქ თავის დაცვა გაძნელდებოდა. მაშინ შუამოვალმა ოსმანი გააგზავნა. ოსმანს მექაში ბევრი ნათესავი ჰყავდა. მექელებმა მას უთხრეს, რომ მხოლოდ მას მისცემდნენ უფლებას ქააბა მოელოცა. ოსმანმა ეს იუარა და მექელებს უთხრა, რომ ის მხოლოდ მაშინ მოელოცავდა ქააბას, როცა შუამავლის უკან იდგებოდა. მოლაპარაკებები გაგრძელდა. ამის გამო ოსმანი თავის დროზე უკან ვერ დაბრუნდა, რამაც მუსლიმთა მღელვარება გამოიწვია. გაჩნდა ჭორიც, რომ მექელებმა ოსმანი მოკლეს. ამის გამო 7 პოლიტიკური კლიმატი უცებ შეიცვალა და მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მუსლიმები რაოდენობრივად ცოტანი იყვნენ და იარაღიც არ ჰქონდათ, მაგრამ ოსმანის მკვლელობას მექელებს ვერ შევარჩევთ ამბობდნენ. შუამავალმა მაშინვე სათათბირო შეკრიბა და ბრძანა. თუ ოსმანი მოკლეს, მათთან უბრძოლველად აქედან ვერ წავარდო. მან იხმო მთელი ჯარი და ერთგულების ფიცი დადეს. ყველა მათგანმა დაიფიცა, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ და წამითაც უკან არ დაიხევდა. ისლამის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიცის მიღების ფაქტი აქაბეს ფიცი იყო, ხოლო ეს მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფიცის მიღება რიდვანის ფიცად ან ჰუდეიბიეს ფიცადაა ცნობილი. უეჭველად ალლაჰი კმაყოფილი გახდა მორწმუნეებიდან მაშინ, როცა აღთქმა დაგიდეს ხის ქვეშ. იგი უწყოდა იმას, რაც ედოთ გულებში. ამრიგად, ზეგარდ მოავლინა მათზე სიმშვიდე. მიჰმადლა მათ ახლო გამარჯვება. მექელებმა გაიგეს, რომ მუსლიმები შუამავალს აბსოლუტურ მორჩილებას უცხადებდნენ და ბოლომდე მისი ერთგულები იქნებოდნენ. მუსლიმთა მხრიდან შუამავლისადმი ამგვარი მორჩილება წარმართებს შიშის ზარს სცემდა. მათ უნებელი გაუშვეს ოსმანი, რომელსაც ყველგან მეთვალყურეობდნენ. შემდეგ კი მუსლიმებთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიზნით ჯგუფი გაგზავნეს. ეს მშვიდობიანი მოლაპარაკება იყო ჰუდეიბიეს ცნობილი შეთანხმება, რომელიც ისლამის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჰუდეიბიეს შეთანხმება დიდი კამათისა და მსჯელობის შემდეგ ჩამოაყალიბეს და მისი მთავარი პუნქტები შემდეგი იყო. ჰუდეიბიეს შეთანხმება წარმოადგენდა 10 წლიანი ვადით განსაზღვრულ შეთანხმებას და ამ დროის განმავლობაში არც ერთი მხარე მოწინააღმდეგეს ომს არ გამოუცხადებდა, თავს არ დაესხმებოდა. ამ წელს მუსლიმები ქააბას მოლოცვაზე უარს იტყოდნენ და უკან მედინაში დაბრუნდებოდნენ. თუმცა მომავალ წელს მუსლიმებს უფლება ეძლეოდათ მექაში ჩასულიყვნენ და ჰაჯის რიტუალი შეესრულებინათ. მექაში მოსალოცად ჩასული მუსლიმები 3 დღეზე მეტ ხანს არ დარჩებოდნენ. მუსლიმებს მექაში შესვლისას თითო ხმლის გარდა სხვა იარაღი არ უნდა ჰქონოდათ. მუსლიმების მექაში ყოფნის დროს ყურეიშები მექადან წავიდნენ, ანუ მუსლიმსა და მათ შორის რაიმე კონტაქტი არ იქნებოდა. თუ ვინმე მექელი უნებართვოდ ისლამს მიიღებდა და მედინაში მუსლიმთან გაიქცეოდა, მუსლიმებს არ უნდა მიეღოთ და უკან გაებრუნებინათ. ხოლო თუ ვინმე მუსლიმთაგანი ისლამს უარყოფდა და მექელებს შეეხიზნებოდა, მექელები ვალდებული არ იყვნენ უკან გადმოეცათ. ყურეიშის გარდა სხვა ტომის ხალხს უფლება ჰქონდათ ან ყურეიშებს ან მუსლიმებს შეთანხმებოდნენ და მათი მფარველობის ქვეშ შესულიყვნენ. მათ ამ არჩევანის გაკეთებაში სრული თავისუფლება გააჩნდათ. ჰუდეიბიეს შეთანხმებას ხელი მოაწერეს იქ მყოფი მუჰაჯირებისა და ენსარების ნაწილმა და ყურეიშმა წარჩინებულებმა. შეთანხმებას ალი წერდა. ალის შეთანხმების პირობები ძალიან ემძიმა და რამოდენიმეჯერ კალამიც კი დადო. მეორეს მხრივ, ყურეიშთა წარმომადგენლობის ლიდერი სუჰეილი პრეტენზიას აცხადებდა, რომ შეთანხმებიდან სიტყვა შუამავალი ამოეღოთ. ის ამბობდა, რომ ისინი არ აიღებდნენ მუჰამედის შუამავლობას, ამიტომ ითხოვდა ხელშეკრულებაში მუჰამედ იბნი აბდულლაჰი ჩაეწერათ. ამის თაობაზე შუამავალმა უპასუხა: "ფიცავ ღმერთს, შენ რომც არ მაღიარო, მე მაინც ღმერთის შუამავალი ვარ." ალიმ მტკიცედ განაცხადა, რომ ის სიტყვას შუამავალი არ წაშლიდა. ამის შემდეგ შუამავალმა მას სთხოვა ეჩვენებინა, სად ეწერა შუამავალი. როდესაც მას აჩვენეს, შუამავალმა საკუთარი ხელით გადაშალა მონიშნული სიტყვები და მათ მაგიურად მუჰამედ იბნი აბდულლაჰი ჩააწერინა.